ვენეციის კომისია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებზე და უცხოური გავლენის შესახებ სხვა კანონებზე მოსაზრებას აქვეყნებს და მათ ნეგატიურად აფასებს. კომისიის აზრით, ახალი საკანონმდებლო ბაზა საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცეს და დემოკრატიულ თავისუფლებებს. ამიტომ კომისია რეკომენდაციას უწევს ამ საკანონმდებლო აქტების გაუქმებას და მის ნაცვლად უკვე არსებული ჩარჩოს გაუმჯობესებას. კომისია ასევე მოუწოდებს მთავრობას, რომ ამ სფეროში საომავლო კანონის შემოქმედება დაეფუძნოს სისტემურ და ინკლუზიურ მიდგომას, რომელიც უზრუნველყოფს მის ლეგიტიმურობას და ფართოდ მიღებას. ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კომისია ამ ხარვეზების აღმოსაფხრელად ღიაა ხელისუფლებასთან დიალოგისთვის. ვენეციის კომისია როგორც ყოველთვის ზუსტად აფასებს ქართული ოცნების მიერ მიღებულ ანტიდემოკრატიულ და საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობას და მკაფიოდ ამბობს, რომ ეს კანონები საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივის უკანასკნელ ბასტიონებს, თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო სექტორს. თუმცა ქართული ოცნება ვენეციის კომისიის, ისევე როგორც სხვა ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას ახდენს, როგორც ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს წარსულში. ყველაზე ავტორიტეტული ევროპული ინსტიტუცია ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონები ლახავს სამოქალაქო უფლებებს ქვეყანაში, ეწინააღმდეგება როგორც ევროპულ სტანდარტებს, ასევე საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას, თუკი საქართველოს უნდა ევროპული მომავალი. საქმეც ის არის, რომ ქართულ ოცნებას აჭირდება საქართველოს ევროპაში. მათთვის თავარი ამოცანა არის საქართველოს იყოს რუსული იმპერიის ნაწილი, ამისათვის ყველაფერს აკეთებენ. ვენეციის კომისიის დასკვნას ფაქტობრივად იგივეს იმეორებს, რასაც ჩვენი გუნდი ამბობდა წინა მოწვევის პარლამენტში და ამაში ახლა ახალი არაფერი, ახლა ეს კანონპროექტი რომ მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობის გამო არ არის შემოღებული და ამას შორს მიმავალი გეგმები აქვს, რაც ნიშნავს ზოგადად ამ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის განადგურებას და ოცნების ძალაუფლების გამყარებას, ახლა ამაში მეგონი ახალი ნამდვილად არაფერია. თუ იმ პირობებში, როდესაც ფარას კანონმდებლობა ძალიან კარგად წარმატებით მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაუგებარია ვენეციის კომისია, რატომ გვიკრძალავს ქართველებს, რომ გქონდეს იდენტური გამჭვირვალობა და შესაბამისად ვაკონტროლოთ უცხოური გავლენები ჩვენს ქვეყანაში. ასევე საინტერესო არის, რომ მათ დასკვნაში მინიმუმამდე არის დაყვანილი სამართლებრივი არგუმენტები და უფრო მეტად აპელირება ხდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რაც ვფიქრობ, რომ არც ვენეციის კომისიის და არც რომელიმე სხვა გარე აქტორის გადასაწყვეტი არ არის. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს საქართველოში ვიღებთ ხალხის მხრიდან ლეგიტიმაცია მიღებული დეპუტატები და ხელისუფლების წარმომადგენლები, ამიტომ ამ კუთხითაც აღნიშნული დასკვნა არის საკმაოდ უხეში ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. როცა საუბრობენ ფარაზე, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, საუბრობენ, ანუ იმასაც ვერ ბედავენ, თქვა, ანუ ამერიკაში რომ მოქმედებს კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგება, ამერიკას ვერ უბედავს ვენეცია. მაგრამ ამბობენ, რომ იქ კი არისო, მაგრამ ჩვენ აი საქართველოში რომ მოქმედებს იმაზე ვამბობთ. ანუ აი აბსოლუტური, რა გითხრათ, ეხლა იმდენი მაინც ეყოთ სითამამე, რომ მაშინ თქვა, რომ ამერიკაში რაც მოქმედებს, ის ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას. რაც შეეხება სტიგმატიზება რაში მდგომარეობს? თუ ამერიკაში არ სტიგმატიზდება, როგორ შეიძლება ის სტიგმატიზდეს საქართველოში? რამე სხვადასხვა ჯიშის ხალხი ვართ ამერიკაში და საქართველოში, თუ რა ხდება? ანუ აბსურდია აბსოლუტურად ეს დასკვნა, რომ ის რაც ამერიკაში მისაღებია, არ არის ქართველებისთვის მისაღები. თუ ახლა ასე სეგრეგაციულად უნდა შემოქმედოს ვენეციის კომისიას, ნუ ეს კიდე ცალკე საკითხია.